მაგზოთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში მუშაობას მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით და ჩვენ გამოვეხმაურებით შრომის უსაფრთხოების თემატიკას, მით უმეტეს რომ ამ კვირას 2 დღის წინ იყო შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღე და ამიტომაც კიდევ ერთხელ გამოვეხმაურებით ამ ფრიად აქტუალურ თემატიკას და საკითხზე საზაუბროთ სტუდიაში ჩვენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია მიქაიას მასმეზლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. Galutón Maia, აპრილის თვე მით უმეტეს თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, რადგან კიდევ ერთხელ ახსენებს სოფლიო საზოგადოებას შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობას და მე არ ვთქვი როგორ შევხვდით საერთაშორისო დღეს და აი ამ კონტექსტში კომენტარს უბრალოდ თუ შეიძლება შემდეგ წელში გითხარით ამ აპრილს როგორ შევხვდით იმ რამდენიმე აპრილის გავლის შემდეგ, მე გულისხმობ რამდენიმე წელიწადს, მას შემდეგ რაც შრომის უსაფრთხოება უკვე რაღაცა გასაგები და ახმადი ტერმინი გახდა. რამდენიმე წლის წინ შრომის უსაფრთხოება სრულიად ახალი იყო. ჩვენ ევროკავშირთან სინქრონიზაციის პარალელში ეს ვალდებულება ჰქონდა. ბევრისთვის სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, გაუგებარი რამ იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დამკვიდრდა. აი მოდით შეჯამება გავაკეთოთ ამ აპრილსა და იმ 1 აპრილს შორის, როდესაც კანონად ქცევის შემდეგ შრომის უსაფრთხოება გახდა განხილვის საგანი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა თემით დაინტერესებისთვის და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მსმენელებს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რა ეტაპზეა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმები, თუმცა რამდენიმე წლის წინ ზოგადად ღიმილსაც კი გვრიდა ხოლმე დამსაქმებელს, როდესაც ჩვენ ინსპექტირებას ვახორციელებდით და შევდიოდით ობიექტებზე, რას ამბობთ, რა ჩვენ გვყავს გამოცდილი ადამიანები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ თუ იმ მიმართულებით და შესაბამისად მათ ყველაზე ძალიან კარგად იციან, როგორ დაიცვან უსაფრთხოება. მოკლედ განვიხილავ და გეტყვით, რომ 2015 წელს შეიქმნა გაუქმების შემდგომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც იყო სამინისტროს შემადგენლობაში და უკვე პირველი წინგადადგმული ნაბიჯები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჰქონდა 2018 წელს, როდესაც ქვეყანაში მივიღეთ მთავრობის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი. 2018 წელი არის ესე რომ ვთქვათ დასაწყისი ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგებასთან დაკავშირებით და ამ პერიოდის განმავლობაში ძალზედ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. დღეს უკვე შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს სრული მანდატი იმის, რომ დღეღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება და შრომის ინსპექციის სამსახური საქმიანობას ახორციელებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომის უფლებების მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელმაც უფრო მეტად მოგვცა შესაძლებლობა დამსაქმებელს ქონდეს დაცული სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმები. და 2025 წელს შევაჯამებ, 2025 წელს ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გაიზარდა ინსპექტირებების რაოდენობები. გაზრდილი ინსპექტირებების რაოდენობები არის მიბმული და დაკავშირებული იმ დამსაქმებლებზეც და დასაქმებულებზე, რომელთა ცნობიერების ამაღლება განხორციელდა ინსპექტირების განხორციელების შედეგად. მხოლოდ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 50,000-მდე დასაქმებულს შეეხო ინსპექტირების პროცესი. და რა მოგვცა შედეგად ამ საკანონმდებლო ბაზამ, გაზრდილმა ინსპექტირებებმა, დასაქმებულმა და დამსაქმებლებმა, რომელთა ცნობიერების ამაღლება განხორციელდა. ჩვენ საბოლოო ჯამში 48%-ით არის ქვეყანაში შემცირებული უბედური შემთხვევები, ფატალურ უბედურ შემთხვევებს გულისხმობ კანონის ამოქმედებიდან დღემდე, რაც ბუნებრივია ძალზედ მნიშვნელოვანია და არა მარტო ფატალური უბედური შემთხვევები, ზოგადად საწარმო უბედური შემთხვევებიც არის შემცირებული. საბოლოო ჯამში ასევე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც პირველივე გაცემული მითითებების შედეგად გამოასწორეს სამსახურის მიერ გაცემული მითითებები, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დღეს დამსაქმებელი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება შრომის უსაფრთხოების ნორმებს. დასაქმებულმაც იცის შესაბამისად მისი უფლებების შესახებ და ორივე თანხვედრაში დამსაქმებელი და დასაქმებული ჩვენი როგორც ზედამხედველი ორგანოს წარმომადგენლების ჩართულობით მნიშვნელოვნად
იცავენ შრომის უსაფრთხოების ნორმებს და თქვენ აღნიშნეთ, რომ აპრილში 28 აპრილი ზოგადად ეს არის შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღე. ბუნებრივია, საქართველოს შრომის ინსპექციაც უერთდება აღნიშნულ კვირაულს და ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში გვქონდა ცნობიერების ამაღლება დამსაქმებლებისთვის, დასაქმებულებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. მათ კიდევ ერთხელ ვაწვდით ინფორმაციას, რა არის უსაფრთხოება, რისი უფლებები გააჩნიათ მათ და რისი ვალდებულებები გააჩნიათ. ციფრები შეიძლება ზოგადად ციფრები იყოს, მაგრამ ეს სტატისტიკური მონაცემებიც ბუნებრივია მეტყოლებს იმაზე, რომ რადიკალურად შეცვლილია უსაფრთხოების კულტურა დღეს საქართველოში, თუმცა ბუნებრივია ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ ამ პროცესს, ინსპექტირებები, ცნობიერების ამაღლება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში და ასევე მუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე იმ დირექტივების მიღებასთან დაკავშირებით, რომლის ვალდებულებაც გაგვაჩნია ქვეყანას, რომელიც არის ეტაპობრივად მისაღები, არის გაწერილი მისი პერიოდულობა, თქვენც აღნიშნეთ თავდაპირველად საუბრის დროს და დღეს ვაგრძელებთ ამ ეტაპს. ბატონო. თქვენამდე დილით აქ ჩვენ დილის ეთერში გყავდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს განათლების ცენტრის წარმომადგენელი და ამ ცენტრის საქმიანობაზე ვსაუბრობდით და იქ ყურადღება გამახვილდა, რომ ერთ-ერთი მიზანი ამ ცენტრის არის ცნობიერების ამაღლების გარდა ინფორმირებულობა ახალგაზრდებისა, რომ არის დეფიციტური პროფესიები, მათ შორის აგრარული და სასოფლო მიმართულებით და მათ რომ მიაწოდეთ ინფორმაცია და ამ მიმართულებით გადაწყვეტენ თქვა სწავლის გაგრძელება. და ჩვენ ვიცით, რომ იგივე ნარჩენების მართვის სპეციალისტი კიდევ ერთი ახალი ტერმინი გამოჩნდა და მე ძალიან ხშირად პარალელებს ვავლებდი შრომის ინსპექტორებსა და ნარჩენების მართვის სპეციალისტებს შორის მესმის რომ აბსოლუტურად სხვადასხვა, მაგრამ როგორც ინსტიტუცია ჩვენს რეალობაში სხვა მოცემულობით შემოვიდა, იმიტომ რომ შრომის უსაფრთხოება მარტივად ყოველს რაღაცა ლამაზად გაყვანილ სადენში ქონდა ახმა, უტრირებულად ვამბობ და ნარჩენის მართვა რაღაც კოხტად თუ ჩაალაგა პარკში, სადმე გადააგდებს. მე დანარჩენი არ არის პრობლემა. კითხვა მიმყავს საით. როდესაც შრომის ინსპექტირების შესახებ კანონი დაიხოცა 2018 წლიდან სავალდებულო გახდა და ეს თემატიკა დაიძრა და განვითარდა, მაშინ იძულებულიც გახდნენ კომპანიებიც და ბევრი მოერგო და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები თუ არ არსებობდნენ, მე მთელი თაობები გაიზარდა. პროფესიულ სასწავლებლებს სამხრეთ დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ვიცი, რაღაც პერიოდებში გადავსებულიც კი იყო ხოლმე ჯგუფების დაწყებამდე. და აქეთ გარემოს დაცვის მიმართულებით და ჩვენ არ აგვაქვს ეს მოცემულობა, მაგრამ ორივე მხარეს თავდაპირველად ასე იყო აქაც როგორც მახსოვს, ორივე მხარეს კომპანიები ცდილობდნენ, რომ თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასი დაემატებინათ და ფორმალურად ეს ადამიანები წყოლოდათ. მაგრამ აი ეს კანონის განვითარებამ და თქვენი თუნდაც სამსახურის უფლებამოსილებამ ალბათ გაზარდა ის მდგომარეობა და გაუმჯობესა, რომ ფორმალურად კი არ უნდა იყვნენ, საქმე უნდა კეთდებოდეს. მერე თუ სწორად მახსოვს, თქვენთან იყო ტალღა, რომ კომპანიები გამოჩნდნენ, რომლებსაც სპეციალისტები ყავდათ და რაღაცა აუთსორსინგზე გაიტანეს კომპანიებმა, მინიმალურ თანხას რაღაცას უხდიდნენ და იქიდან სპეციალისტები მოდიოდნენ. ორი კითხვას ვაერთიანებ. ერთი ის, რომ ასე ვთქვათ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტი არ ყოფილა, იმიტომ რომ ნაკადები ყოველთვის მოდიოდნენ. და როგორია მათი მხრივ ინტერესი თუ უკვე შეივსო და მეტი აღარ არის საჭირო, ან იმ დოზით აღარ არის საჭირო, ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა, აი ეს ტენდენცია, როდესაც კომპანიები ჯერ თავის თანამშრომლებისთვის ცდილობდნენ ამ პასუხისმგებლობის დაკისრებას, მსგავსი თანამშრომლები, ვინც დარჩნენ, რამდენად მოახერხეს ზრდა, თუ მეორეს მხრივ უფრო მოთხოვნადია, თქვათ, აუთსორსინგზე შრომის ინსპექტირების სერვისის შეძენა თუ კონტრაქტის დადება კომპანიებთან. მადლობა საინტერესო კითხვისთვის და ალბათ ეს არის საკითხი, რომელიც ზალზეთ აქტუალურია. იმიტომ რომ 2018 წელს, როდესაც იქნა მიღებული კანონმა გააჩინა სპეციალობა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ხშირად იყო ხოლმე დამსაქმებელისთვის, დამსაქმებელი ხშირად გვეუბნებოდა ხოლმე, რომ აი მე არ ვიცი რა გავაკეთო და სწორედ ამიტომ ეს ადამიანი შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, რომელსაც აქვს შესაბამისი კურსი
გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტებული სერტიფიკატი, უნდა იყოს ის ადამიანი, რომელმაც ობიექტზე უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების ნორმების განსაზღვრა. ზოგადად შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან დაკავშირებით კანონში არის ჩანაწერი, თუ რა რაოდენობის ან როგორ შეიძლება მოიწვიოს კომპანიამ. თუ კომპანიას ყავს 20-მდე დასაქმებული, ამ შემთხვევაში დირექტორსაც შეუძლია მათ შორის გაიაროს აღნიშნული კურსი და იყოს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი. 20-დან 100-მდე დასაქმებულის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ყავდეს კომპანიას ერთი შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, მაგრამ თუ ობიექტზე არის 100 დასაქმებულზე მეტი, მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. სამსახური არის ნაკლებად ორი თანამშრომლით დაკომპლექტებული და ასევე კანონი აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, რომ მას შეუძლია მოიწვიოს კომპანია პირი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მოუწესრიგებს შრომის უსაფრთხოების ნორმებს. თავდაპირველად, როდესაც ჯერ კიდე უცნობი იყო ზოგადად ეს სპეციალობა, ხშირად დამსაქმებელი ცდილობდა ხოლმე, რომ ესეთი კომპანიები მოეყვანა. ყოველ შემთხვევაში ინსპექტირების დროს ჩვენ აქტიურად გვიფიქსირდებოდა, რომ ეს კომპანიები იყვნენ მოწვეულები, რომლებიც უგვარებდნენ მას შრომის უსაფრთხოების ნაწილებს, უწესრიგებდნენ ობიექტზე ამ ნორმებს. დღეს შესაძლოა ითქვას, რომ თითქოს თანაბრად არის ეს ნაწილი, იმიტომ რომ დამსაქმებელმა გააცნობიერა, რომ ეს უსაფრთხოების ნაწილი არ არის ერთჯერადი პროცესი. უსაფრთხოების მენეჯერის არსებობაც არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც მან ყოველდღიურ რეჟიმში უნდა განახორციელოს კონტროლი ობიექტზე, ხო? გამომდინარე იმ სტატუსიდან იმ სფეროდან რა სფეროს წარმოადგენს ობიექტი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად ხდებოდეს. საფრთხის შეფასება არ არის ერთჯერადი პროცესი. ეს არის მუდმივად განახლებადი პროცესი და გარდა იმ პერიოდულობისა, რომელიც არის განსაზღვრული კანონმდებლობის მიხედვით, როცა უნდა განახლდეს რისკის და საფრთხის შეფასების დოკუმენტი, ასევე არის ჩანაწერი, რომ ყოველი ახალი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში. რაც იმას მიუთითებს, რომ დამსაქმებელი, რომელსაც შიდა კადრი ყავს, ან უფრო მეტად არის ჩართული უსაფრთხოების ნორმების წესრიგებასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის დამსაქმებლის სრული არჩევანი, მან შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, ყავდეს თავის თანამშრომელი, რომელსაც გაატარებს შესაბამის კურსს, ან მოიწვიოს უსაფრთხოების მენეჯერი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უსაფრთხოების მენეჯერებსაც ჰქონდეთ გაცნობიერებული მათი პასუხისმგებლობა. ანუ რა არის მათთვის ძირითადად შესასრულებელი ობიექტზე, ხო? ალბათ თქვენ დამეთანხმებით, რომ თუ დამსაქმებელმა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრა სწორად. ანუ გულისხმობ რას? სწორად განსაზღვრა უსაფრთხოების მიმართულებით რა ძირითადი ღონისძიებების განხორციელება სჭირდება მას. სწორად შეაფასა საფრთხეები, სწორად განსაზღვრა პრევენციული ღონისძიებები, რეალურად ეს აძლევს მას შესაძლებლობას, რომ მის ობიექტზე იყოს მაქსიმალურად დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები. მაქსიმალურად დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები აძლევს შედეგად რას? კმაყოფილ დასაქმებულს, ხო? ანუ დასაქმებულს, რომელიც კმაყოფილია თავის სამუშაო გარემოთი, რომელიც არის უსაფრთხო ჯანსაღი სამუშაო გარემოს ნაწილთან მიმართებაში და ამით მაქსიმალურად ამცირებს მის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევის მოხდენის ალბათობასაც, ხო? ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ ადრე ამასაც გავუსმევ აუცილებლად ხას, რომ თუ ჩვენ ადრე ვსაუბრობთ იმაზე, რომ კომპანია საერთოდ არ აფასებდა რისკებს, არ ატარებდა სწავლებებს, დასაქმებულები არ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ეხლა უკვე ჩვენი ინსპექტირების ფარგლებში ჩვენ ხშირად ვეუბნებით დამსაქმებელს, რომ მოდი ეს ფორმალურად ნუ გააკეთებ რისკის შეფასებას, უშუალოდ უნდა მოარგო სამუშაო სივრცეს, იქ არის შესაბამისი ვალდებულება ასევე რისკის შეფასებასთან მიმართებაში, რომ იყოს შესაბამისი საფრთხის ხელი ფოტომასალა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ დასაქმებულმა ნახოს კონკრეტულად იმ კონკრეტული შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, რა საფრთხე მომდინარეობს, როგორ განსაზღვრა პრევენციული ღონისძიებები დამსაქმებელმა, იმისთვის, რომ ეს საფრთხე მაქსიმალურად იყოს შემცირებული. და ამაზე არის ხოლმე ხშირად ჩვენი ცნობიერების ამაღლებაც, რომ უფრო კონკრეტული იყოს, სამუშაო პირობებს იყოს მორგებული. ხა სწავლებებზე რო გადავიდეთ, ხო? უსაფრთხოების მენეჯერები ატარებენ დასაქმებულთათვის სწავლებას. იყო პერიოდი, როდესაც ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელი იყო, ჩვენ ხშირად გვხვდებოდა ხოლმე მხოლოდ დასაქმებულთა ხელმოწერები და ვამბობდით, რომ ეს იყო უბრალოდ ჩვენთვის, ანუ ინსპექტორებისთვის დასანახად. ეხლა უკვე როდესაც დამსაქმებელიც და დასაქმებულიც მიხვდა, რომ ეს არ არის ფორმალობა და ისევ მისივე ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ სამუშაო სპეციფიკაზე იყოს განსაზღვრული, აი თუ მაგალითად მუშაობს სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა ჩამიტარდა შესაბამისი სწავლება სიმაღლეზე მუშაობასთან დაკავშირებით. თუ მუშაობ მაგალითად მომსახურეობის მიმართულებით
ვისაუბრებთ, ხო, საოფისე საქმიანობას ვახორციელებ, აუცილებლად უნდა იყოს სწავლება შესაბამისად მორგებული ჩემს სამუშაო სივრცეს, ხო, როგორი პირობებია, როგორ უნდა ვიყო განთავსებული, იქ ფიზიკური, ქიმიური ფაქტორები, როგორ უნდა იყოს განთავსებული, რისი უფლება მაქვს, რისი ვალდებულება მაქვს. ამ მიმართულებითაც გვაქვს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯები და რეალურად ინსპექტორების განხორციელების დროს, როდესაც ინსპექტორები თვითონ უშუალოდ დასაქმებულებს ესაუბრებიან, მათ აქვთ უკვე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორ წარმართონ სწორად სამუშაო პროცესი. ბუნებრივია, აქაც არიან დამსაქმებლები, რომლებიც ცდილობენ, რომ მარტივად ჩაატარონ ეს ყველაფერი და მარტივი პროცესი წარმართონ, თუმცა აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს და ბუნებრივია ეს მისასალმებელია, რომ დასაქმებულმაც გააცნობიერა, რომ ეს არ კეთდება ჩვენთვის, ეს არ კეთდება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის, ეს აუცილებლად კეთდება მისთვის და გამოცდილება აღვნიშნე მე ასევე საუბრის დასაწყისის დროს და ბუნებრივია, რომ გამოცდილება არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ხო? ანუ გამოცდილი კადრი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მას სწორად წარმართოს პროცესი, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდილებასთან ერთად შრომის უსაფრთხოება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ადამიანს შესაძლოა გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ თუ მან სამუშაო პროცესში არ დაიცვა ის მინიმალური უსაფრთხოების ნორმები, იქ შესაძლოა სხვადასხვა სახის და სიმძიმის უბედური შემთხვევა გამოცდილებაც აქვს ისეთი, როდესაც იმ თავითვე არ იცავდა ამ წესებს და ანუ ამასაც მიჩვეული იყო ეს ნორმა იყო მისთვის. შეგრძნება იმის რომ მე ყველაფერი ვიცი, თქვენ ახალი რა უნდა მასწავლოთ, ან რისთვის მჭირდება ეხა მე ჩაბმა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ თქვათ რაღაც სამშენებლო ობიექტზე კიდესთან ახლოს არ უნდა მივიდე. ბუნებრივია სჭირდება და ჩვენ მქონია შემთხვევები, როდესაც დასაქმებული მათ შორის ჩაფხუტი რო ეფარა თავზე, რეალურად მან დაიცვა მისი სიცოცხლე, იმიტომ რომ ჩამოვარდნილი საგანი დაეცა ზუსტად ჩაფხუტზე და ის ისეთი მყარი იყო, რომ შეძლო რომ დაიცვა მისი ჯანმრთელობა მაგ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ ბუნებრივია ძალიან საპატივცემლოა ჩვენი მხრიდანაც გამოცდილი კადრები, მაგრამ ჩვენი თხოვნა არის, რომ გამოცდილებმაც, გამოუცდელებმაც, ვინც ეხლა იწყებენ სამუშაო პროცესს და ზოგადად ყველა დასაქმებულმა კარგად გააცნობიეროს, რომ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი. თქვენ აღნიშნეთ საფრთხესთან დაკავშირებითაც და მე შევეხები, ხო, აუცილებლად თქვენის ნებართვით საფრთხის ნაწილსაც. საფრთხე არ აფრთხილებს, ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რომ ნებისმიერი სამუშაო პროცესი არის გარკვეულ საფრთხეებთან დაკავშირებული და მე სწორედ მაგიტომაც უნდა მქონდეს წინასწარ ეს საფრთხე შეფასებული, რომ ვიცოდე პოტენციურად რა რისკი შეიძლება მისგან მომდინარეობდეს. ამიტომ ყველა ღონისძიება წინსწრებით უნდა განვახორციელო, დავგეგმო, გავატარო. კი ბატონო, იმისთვის რომ სწორედ თავიდან იქნეს აცილებული ეს სხვადასხვა სახის ისევ და ისევ დაშავება, დაზიანება, შრომის უუნარობის ჩამოყალიბება დასაქმებულისთვის. გაბატონე, ჩვენ მე მგონი 3-4 წუთი გვჭირდება და ამ ნაწილში თუ შეიძლება განათლების კუთხით რო ვისაუბროთ. ახლა რამდენად დამაკმაყოფილებელია რაოდენობა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისა, როგორია მათი საერთო საშუალო დონე, ასე ვთქვათ, თქვენი შეფასებით, პირადი დაკვირვებით, თქვენ სამსახურის უფროსის მოადგილე ხარ და ინფორმირებულობა უფრო მაღალი გაქვთ და საინტერესოა რამდენად საჭირო ან მოთხოვნადია კვლავ იგივე ამ რაოდენობის ცვლა თუ დამატება და ამ მიმართულებით განათლების მიღების რაიმე ახალი მექანიზმი ხო არ არსებობს ან კიდე რაღაც დახვეწილი სილაბუსი ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის ყველაფერი იყო იმპროვიზაციული და მე ნელ-ნელა გზადაგზა ეს ყველაფერი უფრო სოლიდურ სახესღებულობდა. კი ბატონო, შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, როგორც უკვე აღნიშნეთ, გადიან შესაბამის პროგრამას, ეს ადრე იყო დაახლოებით 120 საათი გრძელდებოდა მათი კურსი და დღეს ეს გაორმაგებული ამ საათების რაოდენობა გაიზარდა, ესე რომ ვთქვათ, ის მოთხოვნები, მათ შორის სასწავლო პროგრამა, რომელსაც დღეს შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გადიან და რა შეიძლება ვთქვა მათზე. როგორც მოგახსენებათ, ეს ორგანიზაციები, რომლებიც სასწავლო პროცესს ახორციელებენ, აქვთ უფლება სამსახურის მხრიდან აწარმოონ ეს სასწავლო პროცესი და ისინი პროცესის და კურსის დამთავრების შემდგომ გადიან შესაბამის გამოცდას. ანუ ეს ადამიანები სწავლობენ, აბარებენ, შემდგომ იღებენ შესაბამის სერტიფიკატს, რომელიც არის განახლებადი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. რაც შეეხება ზოგადად კმაყოფილების ნაწილს, ანუ როგორია
მათი მდგომარეობა. 4,400-მდე ინსპექტირება განხორციელდა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 2025 წელს. საიდანაც პირველად ინსპექტირების განხორციელების შედეგად გაცემული მითითებები გამოასწორა 65%-მა, რაც იმას მეტყველებს, რომ ამ ადამიანებმა რეალურად შეაფასეს, გააცნობიერეს ის გაცემული მითითებები და დამსაქმებელთან ჩართულობით განახორციელეს იმ გაცემული მითითებების გამოსწორება ობიექტზე, რომელიც იყო სამსახურის მიერ გაცემული. თუმცა ბუნებრივია, აქაც მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს და მათი მხრიდანაც მუდმივად მიმდინარეობდეს მონიტორინგი, კონტროლი და დოკუმენტით, ანუ ფურცელზე გაწერილი წესების გატარებაზე მონიტორინგის განხორციელება, მუდმივი კონტროლი იმისთვის, რომ კი მე გუშინ ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ დღეს რა ხდება? ანუ დღესაც სჭირდება მონიტორინგი აღნიშნულ პროცესს, იმიტომ რომ საფრთხე შესაძლოა იმ კონკრეტულ დღეს ვთქვათ გავაკეთე პრევენციული ღონისძიებები, მაქსიმალურად შევეცადე რომ შემემცირებინა, მაგრამ არსებობს რეალურად მაგის ისევ საფრთხე არსებობს, რომ ეს ჩემი საფრთხე გადაიქცეს ისევ კრიტიკულ ნაწილთან მიმართებაში, ამიტომ ეს არის მუდმივი პროცესი, რომელშიც ჩართული უნდა იყოს უსაფრთხოების მენეჯერი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად და ბუნებრივია მათ ერთობლივად, მათ შორის დასაქმებულები ძალზედ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი ვალდებულებას განუსაზღვრავს როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულებსაც, ხო? და დასაქმებულების ჩართულობად მათი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით არის ძალზედ მნიშვნელოვანი და შრომის უსაფრთხოებაც სწორედ ეს არის პროცესია, რომელიც საბოლოო ჯამში მიდის პასუხისმგებლობის ნაწილთან მიმართებაში და პასუხისმგებლობა ბუნებრივია თითოეულ ინდივიდთან მიმართებაში, ხო? მათ შორის მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობაც ამ ნაწილთან მიმართებაში. თუ საზოგადოების წევრი რომელიმე თითოეული ჩვენთაგანი ქუჩაში გავლის დროს ხედავთ, რომ სადღაც დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, თუნდაც ეხლა მშენებლობა შესაძლოა მარტივად ვნახოთ, მარტივად დავაიდენტიფიციროთ ქუჩაში მიმდინარე სამუშაო პროცესი. ვხედავ დასაქმებულს, რომელიც ყოველგვარი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობს. ამ შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 15-75 არის შრომის ინსპექციის ცხელი ხაზის ნომერი დაარეკოს და მოახდინოს იდენტიფიცირება აღნიშნული ობიექტის, თქვათ სად მდებარეობს იმისთვის, რომ ინსპექტორებმა მოახერხონ იდენტიფიცირება და მყისიერი რეაგირება ამ შემოსულ საჩივარზე, ასევე ჩვენ გვაქვს Facebook-ის გვერდი და აქვე აღვნიშნავ, რომ თუ მოქალაქეს სურს, რომ დარჩეს კონფიდენციალური მის მიერ შემოსული განცხადება, სამსახური ბუნებრივია უზრუნველყოფს მის კონფიდენციალურობას. 15-75 არის ცხელი ხაზის ნომერი, შრომის ინსპექციის Facebook-ის გვერდი გვაქვს, ასევე info.lio.gov.g ეს არის ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შეუძლია მოგმართოს და ჩვენ მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას. გასაგებია, მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ამ თემაზე დიალოგისთვის, ჩვენ შრომის უსაფრთხოებას გამოეხმაურეთ და საკითხზე სასაუბროთ სტუდიაში შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია მიქაიას მასპინძლობდით, ჩვენი მასთან დიალოგი რადიოენდის Facebook გვერდზე აიტვირთება და მართლაც მე მგონი გავიარეთ ევოლუციის ის ეტაპი, როდესაც შრომის უსაფრთხოების ვალდებულებები ფორმალობიდან უკვე პრაქტიკულ ქმედებებისკენ გადავიდა და ეს მნიშვნელოვანია ზოგადად ძალიან ბევრი ასპექტით. მადლობა წარმატებებს. მადლობა თქვენს.